ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება უკვე უმრავლესობის წარმომადგენელი კოალიცია ქართული ოცნებიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონო მანანა. მოგესალმებით, ბანო გიორგი. ქალბატონო მანანა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, დღის სიახლეზე დავიწყოთ საუბარი. რამდენად ეთანხმებით თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას? ეს არის ადამიანი, რომელიც მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა მოადგილის თანამდებობიდან ევროატლანტიკური კურსისთვის გაჩენილი საფრთხის გამო, მაგრამ მეორე დღეს პრემიერთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდა, რომ თურმე ევროატლანტიკურ ვექტორს არაფერი ემუქრება და დაბრუნდა პოსტზე. მის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად დღეს პრემიერ-მინისტრმა დიდი გამოცდილება დაასახელა, მაგრამ პირდაპირ კითხავთ, როგორი მინისტრი იქნება ადამიანი, რომელიც ემოციურ სოლიდარულ საფუძველზე იღებს, როგორც თვითონ ამბობს, გაუგებარ გადაწყვეტილებას და სამინისტროში ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ პრემიერთან დამატებითი კონსულტაციები სჭირდება იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თურმე მთავრობა ევროატლანტიკურ კურსს არ უხევს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვიდრე გიპასუხებთ ამ კითხვაზე, უბრალოდ გეტყვით, რომ ნამდვილად შესაშური, ძალიან მშვიდი, იდილიური გარემო იყო თქვენ სტუდიაში. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენ რუსთავი ორს რომ დაგეთმოთ ქალბატონი მაიასთვის ეთერი, როდესაც ის იყო ქართული ოცნების სპიკერი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უკაცრავად. მე არ მაია ძალიან ხშირად იყო ქალბატონი მაია ჩვენი სტუმარი და სწორედ ასეთი ინტერვიუ ჩვენ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროსაც გვაქვს. არა, თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონო გიორგი, მომისმინეთ თუ შეიძლება. თქვენი ეთერი ყოველთვის ღია იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ქართული ოცნების მიმართ ოპოზიციაში, ყოველთვის ძალიან ღიად და ძალიან ასე ვთქვათ, დიდი სიხარულით მასპინძლობთ ამ ადამიანებს, მაგრამ როდესაც ქალბატონი მაია ჩემთან ერთად იყო ოპოზიციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, მე არ მახსოვს არა თუ 45 წუთი, 5 წუთიც არ დაგითმიათ მისთვის ასე ეთერში. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს გულისხმობ. ანუ თქვენთვის მისაღებია ყველა, ვინც არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ქალბატონი მაიაც თქვენთვის ძალიან მისაღები რესპონდენტი იყო, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ იმისთვის, რომ მე ხაზი გაუსვა იმას, რომ თქვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხართ აშკარად ტენდენციურები და ეს დღესაც ძალიან გამოიყენება. ვერ მივიღებ ქალბატონო მანანა ამ კრიტიკას მე იმის გამო, რომ ჯერ ესეთი ჩვენ გვაინტერესებს ყველა რესპონდენტი, რომელიც საინტერესოა, მათ შორის თქვენ რა თქმა უნდა და ჩვენ ყოველთვის მაშინ ახლა დრო დავინიშნოთ და 40 წუთი მომეწით. მესმის რა თქმა უნდა, ქალბატონო მაია. მანანა, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ პირდაპირ ვიტყვი, მე არ ვაპირებდი ახლა ამაზე საუბარს, მაგრამ ჩვენ ვეხვეწებით ხოლმე უკვე ბოლო პერიოდში ქართულ ოცნებას, რომ მან რესპონდენტი გამოუშვას გადაცემაში, მათ შორის იმისათვის, რომ თქვენ ყოფილიყავით დღეს ეთერში, ჩემს პროდიუსერებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ამათის ფასად დაუჯდათ ეს. კარგით, ეხლა კითხვაზე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, ხა მე არ ვაპირებ. დიახ, გისმენთ. ქალბატონო მანანა, ვისაუბროთ ჩვენ იმ თემებზე, რომლისთვისაც ჩვენ მოგიწვიეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ნერვების ფასად დაგვიჯდა ის, რომ თქვენ დღეს ეთერში ყოფილიყავით. რატომ? ეს უკვე უნდა გაარკვიოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა მოვიდეს გადაცემაში. თავიდან ქართული ოცნება ისე გამოდიოდა, რომ საერთოდ არ მოდიოდა გადაცემაში, შემდეგ მოდიოდა რესპონდენტი, რომელიც ჩვენთვის, როგორც გადაცემის ავტორებისთვის, არ იყო საინტერესო, ჩვენ შევთავაზეთ თქვენი პიროვნება და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკამათეთ იმისათვის, რომ დაგვეთანხმებინა თქვენი წარმომადგენლები, პრესსამსახურის წარმომადგენლები, რომ თქვენ ყოფილიყავით დღეს ამ ეთერში. პირდაპირ გეტყვით, მაია ფანჯიკიძესთან ამდენი კამათი ჩვენ არ გვჭირვებია. თქვენი ეთერი ღია რომ ყოფილიყო მაია ფანჯიკიძისთვის, მანანა კობახიძისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ალასანიასთვის, აი ესე ღია 45 წუთიან რეჟიმში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მე მაშინ დავიჯერებდი, რომ თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგ ბევრი რამე ხომ შეიცვალა, თქვენ ხომ მეთანხმებით ამაში? თქვენთან მიმართებაში სამწუხაროდ არაფერი არ შეიცვალა, თუნდაც თქვენი შესავალი ტექსტი ამ გადაცემის წინ იყო აბსოლუტურად ტენდენციური და პირდაპირ ასე ვთქვათ გაუმხატველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პირდაპირ მათი სიმპათიების, ასე ვთქვათ, გაუმხატველი. აღარ მინდა უბრალოდ ამაზე საუბარი, ვინაიდან სისტემატურად მე უბრალოდ არ მესმის პირდაპირ გეტყვით, ქართული ოცნების წარმომადგენლები სისტემატურად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ირაკლის სესიაში ერთხელ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ პირდაპირ ვიღებთ იმ გრანდიოზულ შეთქმულებაში მონაწილეობას, რომელსაც გეგმავს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში და რუსთავი ორი პირდაპირ დაასახელა ამ შეთქმულების ერთ-ერთ მონაწილეს. ამის მაჩვენებელია. მაშინ მე საერთოდ არ მესმის თქვენ და თქვენი გუნდის წარმომადგენლები რა
რატომ მოდიხართ ამ გადაცემებში და საერთოდ რატომ იღებთ მაშინ ამ შეთქმულებაში მონაწილეობას? მე გამოვიყენებ მაინც თქვენს ეთერს. თქვენი ეთერი არ არის მიუკერძოებელი, თქვენ ნამდვილად არ ხართ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელევიზია, მაგრამ მე მაინც სიამოვნებით გამოვიყენებ თქვენს ეთერს იმისთვის, რომ მაყურებლამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გისმენთ. თქვენ ქალბატონო მანანა ვალდებული ხართ როგორც საჯარო პირმა უპასუხოთ მედიის შეკითხვებს და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ მესმის თუ თქვენ თვლით რომ ეს გადაცემაც და ზოგადად რუსთავიორის არის შეთქმულების ნაწილი, მაშინ რატომ იღებთ თქვენ ამ შეთქმულებაში მონაწილეობას? მე არ მithქვამს რომ თქვენ შეთქმულებაში მონაწილეობთ. მე გითხარით რომ რომელიც ქართული ოცნებიდან მოდის იწყებს საუბარს ამაზე. რუსთავიორის კრიტიკა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფლაგმანი ტელევიზია. მე ეს თქვი და უფლება მაქვს ჩემი აზრით თქვა. ეხლა გიპასუხებთ თამარ ბერუჩაშვილზე. კი ბატონო, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ჩვენი საქმე, თქვენი როგორც საჯარო პირის საქმე არის ამ შემთხვევაში ვინაიდან მოგბრძანდით სტუმრად მედიის შეკითხვებზე პასუხის გაცემა. დავიწყოთ საუბარი იმ თემაზე, რომ ჩვენ გვყავს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მან დანიშნა ამ პოსტზე ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან, შემდეგ დაბრუნდა და ახლა ის უკვე მინისტრია. ძალიან კარგი იქნა რომ დაბრუნდა, ამ ადამიანმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ანუ მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც დგავენ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, ძალიან სწორია ის რომ დროულად შეაფასა ვითარება და ის რომ ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია დიპლომატიაში მუშაობს და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საგარეო მიმართულებით და არის სპეციალისტი და კვალიფიციური სპეციალისტი და იცნობს ძალიან კარგად ამ სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას და აქვს ნდობა თანამშრომლებში, რა თქმა უნდა, გარედან რაღაცა ახალი კადრის ძიებას, ბუნებრივი იყო, უფრო კარგია და სწორია, რომ ის ადამიანი, ვინც აი თუნდაც ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ საკითხებში, რაზეც ახლა თქვენთან მინისტრი საუბრობდა, რომ მან გააგრძელოს ეს საქმე და ძალიან სწორად მისდიოს იმ კურსს, რა კურსიც ჩვენ ავირჩიეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს და არა მხოლოდ მაშინ, იმიტომ რომ ეს ევროპული არჩევანი, ეს პროდასავლური კურსი, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროკავშირში ასოცირება და შემდეგ ინტეგრაცია, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, ეს არ არის თავისუფალი დემოკრატების ექსკლუზივი, ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე ჩვენი კოალიციის წევრი პარტიის, არამედ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული საგარეო პოლიტიკაში, სწორედ აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად, გუნდთან ერთად გააგრძელებს ძალიან სწორად იმ პოლიტიკის განხორციელებას. თუმცა ქალბატონო მანანა, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა დატოვა პოსტი, რამდენად სანდოა ამის შემდეგ მისი გადაწყვეტილებები. იცით რა, რომ დატოვა ეხა რამ განაპირობა და მასზე შეიძლება რა ზემოქმედება იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ძალიან სწრაფად ახერხებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და თუნდაც თავისი რაღაც შეცდომა ძალიან სწრაფად გამოასწოროს, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე ვფიქრობ, ბევრი ამას ამასებს როგორც არაპრინციპულობას, რაც მინისტრისთვის დამღუპველი იქნებოდა. მე არანაირად უარყოფითად არ ვაფასებ იმას, რომ ის დაბრუნდა ისევ მოადგილის პოზიციაზე. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო სწორედ იმ დღეს დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლაფსის წინაშე არ უნდა დამდგარიყო. მე ვფიქრობ, პირდაპირ საბოტაჟის ნიშნები იყო, როდესაც მინისტრი მიდიოდა და ყველა მოადგილე რატომღაც მასთან ერთად უნდა წასულიყო. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა უკავია მინისტრს, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს გადადგეს და მას ვერავინ დააკავებს, მაგრამ მოადგილეები არ არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, ისინი არიან ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეები, რომელთაც აქვს თავისი ვალდებულებები, ძალიან მკაცრად გაწერილი და მათი თანამდებობიდან წასვლა უნდა იყოს იმ პროცედურის დაცვით, რასაც კანონი ითხოვს და ესე არ არის, რომ ჩვენ ახლა ყველანი წავედით, ეს არ არის სკოლა, შატალოზე რომ მიდიან ბავშვები და ასე ვთქვათ, ყველანი მოდი ერთად წავიდეთ, რომ ვინმე რამე არ დაგვაბრალოს. თქვენ თვლით, რომ მარია ფანჯიკიძემ დაგეგმა ეს საბოტაჟი და მაია ფანჯიკიძემ გადაწყვიტა გადადგომა და გადაწყვიტა, რომ ყველა მოადგილე, მათ შორის კუბაში მივლინებაში მყოფი ბატონი ჯალაღანია, რომელიც სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი მივლინებით იყო წასული, თურმე ისიც უნდა გადამდგარიყო, ეს იყო აბსოლუტურად არასწორი. თუმცა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მას მისი მხრიდან არანაირი ზეწოლას არ და ისინი თავიანთი სურვილით გადადგნენ თანამდებობებიდან. ბანო გიორგი, მე არ ველოდებოდი, რომ ის სხვა რამეს იტყოდა, ხა ბაბა ბუნებრივია ის მან თქვა ის, რისი თქმაც ამ შემთხვევაში. ანუ თქვენ თვლით, რომ ეს მაია ფანჯიკიძემ დაგეგმა?
ფაქტია, რომ ადამიანებმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ძალიან სწრაფად და ადეკვატურად შეაფასეს რეალობა. ძალიან კარგია, რომ ეს დროში არ გაიჭიმა და ყველა მოადგილე, გარდა ბატონი დავითისა დაბრუნდა ადგილზე და მე გეტყვით, მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. მე მოდი დავარქვათ თავისი სახელი. მაია ფანჯიკიძე მიცრუა ჩვენს ეთერში, როდესაც თქვა, რომ მას გავლენა არ მოუხდენია თავის მოადგილეებზე, რომ ისინი გადამდგარიყვნენ. რაც მისთვის ხელსაყრელი იყო, ბუნებრივია, ეს ყველაზე კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვისთან კონტაქტი ჰქონდა. მე სხვა რამეს ვამბობ. მოდით ვთქვათ ის, რაც რეალობაში არის, ხომ? ბუნებრივია მაია ფანჯიკიძეს უფლება ჰქონდა გადამდგარიყო, აბსოლუტურად სწორად გაიგებდა საზოგადოება, მას რომ ეს ასე ვთქვათ, იმ ქვეტექსტებით არ გაეკეთებინა, რაც გააკეთა, რომ თურმე საგარეო პოლიტიკური კურსის, ასე ვთქვათ, პროდასალური კურსი დადგა საფრთხეში და თურმე ამის გამო, ესე იგი მთელი გუნდი უნდა წავიდეს, რაც იყო აბსოლუტურად არასწორი და სწორედ ეს უსწორობა დაადასტურა მოადგილეების უკან დაბრუნებამ და მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი მაია ვერ იქნება ობიექტური შეფასებებში, იმიტომ რომ ის პირდაპირ არის ბატონი ირაკლი ალასანიას ოჯახის წევრი, ძალიან ახლო ნათესავი, რაც ქართულ რეალობაში ძალიან ბევრს ნიშნავს, დამეთანხმეთ და აქედან გამომდინარე, მოდი ვთქვათ, ნათესაური პირადული განცდებით, ემოციებით, პირადული, ასე ვთქვათ, კონტაქტებით, მათი კავშირებით განპირობებული იყო ის, რომ რეალურად მათ ესე მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად და მე ამ გუნდურობისაც მესმის ბუნებრივია, მაგრამ აქ უფრო მეტი სენტიმენტები სწორედ იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა ოჯახის წევრს, ეხებოდა მეგობარს, ნათესავს, ახლობელს და ბუნებრივია ეს სოლიდარობა, ახლობლური, მეგობრული, ნათესაური გამოხატა ქალბატონმა მაიამ და ასევე მათმა გუნდმა, ეს არის გასაგები, მაგრამ ის რომ თურმე ამას საფუძვლად უდევს რაღაცა კურსის ცვლილება და ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი არის საფრთხის ქვეშ, ეს არის ძალიან არასწორი და ხალხმა ძალიან სწორად გაიგო ეს ყველაფერი, სხვათა შორის ამერიკულ მედია საშუალებებში ხაზი იყო გასმული, რომ მაია ფანჯიკიძე არის ნათესავი, ირაკლი ალასანიასი და სხვათა შორის ამ სუბიექტურ მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იქ არავინ არ დასვავს კითხვას, რომ ეს არის მისი ობიექტური არჩევანი თუ არის სუბიექტური. ბუნებრივია, ის არის ამ ადამიანის ოჯახის წევრი და მისი ობიექტურობა ნამდვილად იქნება ელჩქვეშ დაყენებული, თუნდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. უმრავლესობას გულისხმობ ხელისუფლებაში ერთი ოჯახის წევრებს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მაშინ არ ფიქრობდით, რომ შეიძლება მსგავსი პრობლემა გარჩენილიყო და არა ობიექტურობის წინაშე აღმოჩენილიყავით? იცით რა არის ახლა ოჯახის წევრები პოლიტიკაში უცხოხილი არ არის ახლა მაგ მხრივ პარლამენტში ყავს ჩვენ ოჯახის წევრები მეუღლეები ძმები ზოგადად ეს არ არის უცხოხილი ქვეყანაში მაგრამ თავარია რომ როდესაც დგება არჩევანი რაღაც პირად ურთიერთობებს პირად ნათესაურ კავშირებსა და სახელმწიფო ინტერესს შორის არჩევანი გაკეთდეს სწორედ სახელმწიფო ინტერესის სასარგებლოდ და თუ გავაკეთებთ არჩევანს ოჯახის წევრების სასარგებლოდ და ესეც ბუნებრივია და არაფერი შეიძლება ამაში არ იყოს განსაკუთრებული, არ დავაზიანოთ პარალელურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. მესმის რომ მათ რაღაც ფორმები არ მოეწონათ, მესმის რომ პროკურატურის ბრიფინგებმა რაღაცნაირად გააღიზიანა შეიძლება ეს ადამიანები, მაგრამ რატომღაც თავარი და არსებითი გადადის მეორე, ასე ვთქვათ, პლანზე, როგორც იტყვიან, მეორე ხარისხოვან ადგილს იკავებს, ეს არის ის თუ რასთან დაკავშირებით აქვთ ბრალი წაყენებული ამ ადამიანებს, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დავარღვიოთ, ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა და ადვოკატების ყველა პრეტენზია, რა თქმა უნდა იყოს განხილული სასამართლოში და საბოლოო სიტყვა უნდა თქვა სასამართლომ. მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეჭვია, ბრალიედებათ ამ ადამიანებს ძალიან დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხებს, ხო, 4 მილიონზე მეტ თანხებზეა საუბარი, მითვისება გაფლანგვაში, არასწორი, ასე ვთქვათ, ტენდერის
არასწორად ჩატარებაში და აქედან გამომდინარე გარკვეულ, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ზიანში, თურმე ამაზე, ესე იგი პროკურატურამ რაღაცნაირად უკან უნდა დაიხიოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, ვის როდის წაუყენოს ბრალი, ვის მიმართ როდის მოითხოვოს დაპატიმრება, ეს ყველაფერი უნდა შეუთანხმოს არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრს, არამედ თურმე ესე იგი საგარეო მინისტრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით რა, უამრავი ფაქტებია და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ირაკლი ალასანიამაც, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემაც, რომ არაერთ ქვეყანაში, ძალიან დემოკრატიულ დასავლურ ქვეყნებში არაერთი ფაქტია მინისტრების და მათ შორის თავდაცვის მინისტრების გადადგომის. ეს არის გერმანიაში მაგალითად 2011 წელს, ესტონეთში სულ პატარა ფაქტები, ძალიან მცირე ფაქტები ხდებოდა მიზეზი იმისა, როგორც კი საჯაროდ რაიმე გაცხადდებოდა, რომ თავისი ნებით ადამიანები ტოვებდნენ თანამდებობას, რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია იგივე 2011-ში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის, როდესაც 70%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მას მოსახლეობის და სპეციალური სოციოლოგიური გამოკითხვაც კი ჩაატარეს, დარჩენილიყო თუ არა ეს ადამიანი თანამდებობაზე და მოსახლეობა ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად მხარს უჭერდა. გარდა ამისა, ქალბატონი მერკელი უჭერდა მხარს და ის დაჟინებით თხოვდა, რომ არ გადამდგარიყო. ის ადამიანი გადადგა სწორედ იმიტომ, რომ რაღაცა ეჭვები გაჩნდა და გაჟღერდა გარკვეული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ იყო სასამართლოთი დადასტურებული. გასაგებია, ქალბატონო მანანა, მაშინ იგივე არის ესტონეთთან დაკავდა და კიდევ უამრავი შეგვიძლია ფაქტი მოვიტანოთ. საქართველოს დაუბრუნდეთ, ქალბატონო მანანა, მაშინ იგივე ლოგიკით რატომ არ გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და როდესაც მსგავსი ბრალდებით მოხდა მისი უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დაკავება. რატომ არ გადადგა მაშინ ის თანამდებობიდან? იცით რა შეესაქმე, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეს როდესაც ხვედელიძის დაკავება მოხდა მისი მოადგილის მაშინ რატომ არ გადადგა? იცით რა შეესაქმე, მოდით ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილი, მოდით ვთქვათ, თვითონ იყო თუ არა დაინტერესებული, რომ ის უწყებაში ჩადენილი დანაშაული გამოძიებულიყო, იყო თუ არა აქტიურად სწორედ ჩართული მიმართულებით, რომ ფაქტი გახსნილიყო და დანაშაული გამომჟღავნებულიყო და თანამშრომლობდა თუ არა ამ მიმართულებით გამოძიებასთან, იგივე იყო ხვედელიძის შემთხვევაში, მან თავად გაანთავისუფლა მოადგილე, იცით, სწორედ იმიტომ, რომ ეს დანაშაული გაიხსნა და უნდა გახსნილიყო და თვითონ იყო დიახაც დაინტერესებული, რომ ყოველგვარი ეჭვი გამორიცხულიყო და ეს ფაქტი დროულად გამოძიების ქვეშ გამოძიებას გადაცემოდა და სასამართლოს განაჩენი დამდგარიყო. ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლისგან, ალასანიასგან მსგავსი განწყობა ჩვენ ვერ დავინახეთ, იმის ნაცვლად, ირაკლი ალასანია არ უწყობდა ხელს გამოძიებას, ამ ხელს უშლიდა ირაკლი ალასანიამ არა თუ თქვა, რომ მომხრე იყო ყოველთვის რომ გამოძიება ჩატარებულიყო გამჭვირვალედ და მაგრამ ყველაფერს მისცა ყველაფერ ამას მისცა პოლიტიკური სახე, ხო? სარჩული დაუდო პოლიტიკური. მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მეორე ბრალდების შესახებ მოისმინა უკვე წინა სამშაბათს. ირაკლი ალასანია ხას უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ის საფრანგეთში და გერმანიაში იმყოფებოდა, მაშინ მოხდა მისი უწყების თანამშრომლების დაკავება, ის დაბრუნდა ვიზიტიდან, მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს, იყო შეხვედრა უმრავლესობასთან და მოხდა მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ პოლიტიზება ამ თემის არ მომხდარიყო და ხომ მე იმიტომ რომ მაყურებელმა მაიცოდეს კიდევ ერთხელ ირაკლი ალასანიამ ხომ შეასრულა ეს პირობა, მაგრამ როდესაც მან მეორე ბრალის და მეორე საქმის შესახებ მეორე ბრალს რაც შეეხება ეს განცხადება. ესე იგი, წარმოიდგინეთ, როდესაც 1000-მდე ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტია და როდესაც პირდაპირ თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ეს ფაქტი იყოს ძალიან სწრაფად გამოძიებული და სწრაფად იყოს რეაგირებული, გავიდა წელი ლამის და არანაირი, ასე ვთქვათ, გამოძიება რეალურად არ ჩატარებულა, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაეცა პროკურატურას. ამაშია საქმე, რომ ხომ არ აფარებდა ის რაიმეს ხელს, ხომ არ იყო დაინტერესებული, რომ საქმე მიჩქმალულიყო. ამაშია საქმე, განსხვავება ეს არის. ამიტომ, ესე იგი, პირიქით ჩვენ მე მაგალითად პრეტენზია შეიძლება მქონდეს თუნდაც ძალოვან უწყებებთან, რომ ეს საქმე დროულად ყოფილიყო გამოძიებული და ამდენი დრო ამას არ უნდა დაჭირებოდა, მაგრამ თუ საქმე იდოდა უკაცრავად თავდაცვის სამინისტროში და მასალები დროულად მტკიცებულებები არ შეგროვდა, ყველა საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა და რაღაცა დროში გაიწელა, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. პროკურატურამ როგორც კი საქმე გადაეცა მათ, ვიცი რომ ძიება გააგრძელეს და პრინციპში მათ სწორედ ეს გახდა ქალბატონო მანანა, გეთანხმებით რომ დროში ეს ყველაფერი გაიწელა, მაგრამ სწორედ ეს გახდა დამატებითი კრიტიკის მიზეზი პროკურატურის მისამართით, რომ ეს საქმე ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მასზე
არანაირი განცხადება, არანაირი ბრალდების წაყენება არ მოხდა, მაგრამ სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ერთი საქმე გაჟღერდა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, ჩამოვიდა ირაკლი ალასანია და უცებ ეს საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იდო პროკურატურაში. ეხლა მოდით ვთქვათ, ეს რო ყოფილიყო ბატონი ირაკლის გერმანიაში და საფრანგეთში ვიზიტამდე, რა თქმა უნდა, თავისუფალი დემოკრატები იტყოდნენ, რომ აი ვიზიტის წინ ესეთი სიურპრიზი მოუწყვეს სტუმარს, იმას მაპატიეთ მინისტრს. დაბრუნების შემდეგ რო ყოფილიყო, აი დაბრუნდა და ესეთი ფაქტი დაახვედრეს. ეხლა იცით რა, ყოველთვის მოძებნი მიზეს, როცა გინდა რაღაცა, ასე ვთქვათ, დაიწუნო და პროკურატურას ასე ვთქვათ შეედაო, ხო? ეხლა პროკურატურას აქვს თავისი ვალდებულება, კანონით გაწერილი. ის ვალდებულია გამოიძიოს ფაქტები, დანაშაულის ფაქტები, მით უმეტეს, როცა ეს ეხება მასობრივ მოწამვლას, ჩვენი ჯარისკაცების და როცა ეს ეხება ბიუჯეტის თანხების არაერთი მილიონის უკანონო ხარჯვას. ეხლა პროკურატურას პირიქით პოლიტიკასთან არ უნდა კონდეს არანაირი შეხება და პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და როცა საქმის მასალები მივა იმ ეტაპამდე, ძიება მივა იმ ეტაპამდე, რომ საკმარისი საფუძველია, რომ ადამიანს ბრალი წაუყენონ, უნდა წაუყენონ. მიუხედავად იმისა, როგორი რეიტინგული არ უნდა იყოს მინისტრი, მიუხედავად იმისა, როგორი პოპულარული არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ასე ვთქვათ, როგორი გავლენები არ უნდა კონდეს მას, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი. ჩვენ ვედავებით, აი თქვენ კარგი კითხვა დაუსვით, სხვათა შორის მაიას. თუ ჩვენ ვედავებით ბიუჯეტის თანხებს და მითვისებას და უკანონო ასე ვთქვათ ხარჯვას ამ თანხების ბატონ ვანო მერაბიშვილს. თუ ჩვენ ვედავებით გიგი უგულავას, ხო? რა პრივილეგიით უნდა სარგებლობდეს რომელიმე ჩვენი მინისტრი, ხო? თქვენ აქედან გამომდინარე თვლით, რომ ირაკლი ალასანიამ იცოდა ამ კორუფციული სქემის არსებობის შესახებ, უშვებთ ამას და თვითონაც იყო ჩართული და ამიტომაც ცდილობდა მიჩქმალულიყო ეს საქმე. არა, ამას თქვენ ამბობთ კითხვაში, ამბობთ ფაქტიურად რაღაც დადასტურებულ ფაქტად. მე არაფერს არ ვამბობ. მე გეკითხებით, თქვენ თუ უშვებთ ასე. მე არაფერს არ ვამბობ, მე საიდან შეიძლება ეს ვიცოდე? მე ერთი რამ ვიცი, რომ მინისტრი უნდა ყოფილიყო თავად მოტივირებული და დაინტერესებული, რომ გამოძიებულიყო ეს საქმე და არ უნდა მომხდარიყო ამ საქმის პოლიტიზირება. როდესაც უკან გიდგას ჯარი, შეიარაღებული ადამიანები, როდესაც მიდიხარ შენი პარტიის ოფისში და გვერდზე იყენებ პარტიულ ლიდერებს და შენ გუნდს და ფაქტიურად იქიდან რაღაცა შანტაჟის ენით ესაუბრები პროკურატურას, ძალოვან სტრუქტურას, ფაქტიურად ახდენ სამხედრო, ასე ვთქვათ, ნაწილის, ჯარის მთლიანად პოლიტიზირებას და შეიძლება ძალიან სერიოზული დაპირისპირების საფუძველი შექმნა. ესკალაციაში ადანაშაულებთ შესაძლოა ესკალაციაში სიტუაციის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან სწორად მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ირაკლი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში სხვა გზა აღარ ქონდა მას. სამწუხაროდ ჩვენ კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა სხვა გზა არ დაუტოვეს პრემიერს გარდა იმისა, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და რა თქმა უნდა, სრულად ვერ დავეთანხმები ქალბატონ მაიას, მან 2 დღის წინ თქვა, თუ არ ვწდები, თვითონ უნდა გადამდგარიყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ის საერთოდ გაუგებარია სადამდე წავიდოდით, ხო? ეს ანუ აქ ერთი რამ ცხადია, აქ იყო პირად მოტივებზე, პირად წყენებზე, რაღაც და სოლიდარობაზე აგებული აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ დავინახეთ და ვიხილეთ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ მოქალაქეები საკმაოდ ვანერვიულეთ, პირდაპირ ვიტყვი და მე მგონი ყოფილმა თანაგუნდელებმაც და ჩვენც ბოდიში უნდა მოუხადოთ საზოგადოებას, იმიტომ რომ თუნდაც შეიძლება რამოდენიმე საათით, მაგრამ ადამიანებს შეიძლება არასტაბილურობის განცდა გაუჩინეთ, შიშის განცდა გაუჩინეთ, აბა იშლება კოალიცია, აბა იშლება უმრავლესობა, რაღაცა კურსი იცვლება. ჩვენ შეშფოთების საფუძველი საზოგადოებას მივეცით. ამისთვის არა ურჩევი ვართ, არც ქალბატონი ფანჯიკიძე, არც ირაკლი ალასანია, არც მანენა კობახიძე, არც სხვა არავინ ჩვენი თანაგუნდელი, იმისთვის არა ურჩევიათ საზოგადოებას, რომ აი ასეთი ბატალიები ენახათ და ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურ მათ საჭიროებებზე ვიზრუნოთ და ვიფიქროთ და მე ვფიქრობ, ბევრად მნიშვნელოვანი იყო ის, რაც დღეს ხდებოდა, როცა ჩვენ ბიუჯეტის პარამეტრები შევაჯერეთ, როცა დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად გაიზრდება პენსიები 2015 წელი და როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად დაახლოებით 25 მილიონით თუ არ ვცდები ახლა არ შემეშალოს გაიზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, უამრავი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და უნდა ვიმუშაოთ და აი ამ ფონზე აი ახლა ესეთი ასე ვთქვათ დემარშები, რაც იხილა საზოგადოებამ, სრულად არ არის მოსაწონი და კარგი, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა
დაუსვა, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებს საგარეო კურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა, ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ძალიან კაფეო განცხადება, დიახ, ხვალ არის პარლამენტის ხდომა, ოთხშაბათი დღეა, არის განცხადებების დღე, ძალიან კაფეო განცხადება უნდა გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა, საქართველოს პარლამენტმა ეს ძალიან ნათლად დაადასტურა იმ დადგენილებაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ, ყველა ფრაქციამ, კოალიციის და მათ შორის სხვათა შორის ოპოზიციამაც, ნაციონალურმა მოძრაობამ და რომ საგარეო კურსს სწორედ განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და არავითარი ცვლილება ამ კურსთან მიმართებაში არ მომხდარა და ეს სწორედ მათ უნდა განაცხადონ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს, როცა განაცხადეს, რომ პროკურატურა ცვლის თურმე ქვეყნის საგარეო კურსს და ეს არის თურმე მიზეზი კოალიციიდან გასვლის, ირაკლის თუმცა ისინი თქვენ იცით, ხალბატონმა გესმით ჩემი. ცოტა ხანში აღდგება ტექნიკური ხარვეზია, პატარა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია მანანა კობახიძე, ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ გვყავს უკვე ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა განცხადებები გააკეთა ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა თავის ყოფილ კოლეგებთან დაკავშირებით. ხალბატონ მანანა, სწორედ ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი. რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ის შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ყოფილ კოლეგებზე, ყოფილ მინისტრებზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ნამდვილად არ იყო, ასე ვთქვათ, მოსაწონი და მე ვიტყოდი, რომ ეს შეიძლება რაღაცა ნაჩქარევი ემოციის რაღაცა აღელვების ფონზე იყო ნათქვამი და ალბათ ეს მოყვა ყველაფერი იმას, რა მოვლენაც განვითარდა, მოვლენების განვითარებას წინადღით, როდესაც პოლიცისაბჭოს შეხვედრაზე, იცით, რომ პრაქტიკულად 10 წუთში დემონსტრაციულად დატოვეს შეხვედრა თავისუფალმა დემოკრატებმა და ძალიან ისე ვთქვათ უხეში ივანიშვილი დახვდა. იცით რა, მათი მიმართვის ფორმები, მათი ქცევები, თუნდაც მათი შემდგომი განცხადებები, გარკვეულ რა თქმა უნდა ემოციას იწვევდა ყველა ჩვენთაგანში, ძალიან რთულია ყოფილი თანაგუნდელებისგან ასეთი დამოკიდებულების ასე ვთქვათ მიღება და ამიტომ ალბათ როგორც ჩანს ამ ემოციით იყო ეს ნაკარნახევი, თუმცა რა თქმა უნდა მე ჩემთვის მიუღებელია ახლა ადამიანს უწოდო, უტვინო თუ ასე შემდეგ. ეს არ არის ლამაზი, არ არის სწორი, არ არის ეთიკური და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლიც დღეს ამას სხვა თვალით უყურებს ამ გამონათქვამს. იმ ბრალდებაზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ იგივე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ალასანია ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის ლობირებით იყვნენ დაკავებული საზღვარგარეთ. როგორ მოახერხა პრემიერმა, რომ 2 წლის განმავლობაში თუ ეს ასე იყო, მან ეს ვერ შეამჩნია? იცით რა არის ახლა მას როგორც ჩანს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტები საამისოთ, იმიტომ რომ ახლა მე რა თქმა უნდა არ შევსწრები ვარ არც ირაკლი ალასანიას ვიზიტებს, არც ბუკა პეტრიაშვილის და არც მაია ფანჯიკიძის, ანუ მე არ ვიცი ისინი რა თემებზე საუბრობდნენ ჩვენს პარტნიორებთან უცხოეთში, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა რა რეალობაა დღეს, როდესაც სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა უკვე 2 წელია ძალიან კარგად ახერხებს იმას, რომ ტირაჟირება მოახდინოს სრული სიცრუის და ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიაწოდოს სრულად არასწორი ინფორმაცია, თითქოს და პოლიტიკური დევნის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, არ აქვთ მათ სრულყოფილი ინფორმაცია იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც წამების ბრალდებით, ძალიან მძიმე ბრალდებებით, რომ ერთ-ერთი მთავარი დამონაშავე ამაში საგარეო საქმეთა მინისტრია. არა, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ მესიჯები უნდა მიდიოდეს სწორი ხელისუფლებიდან და ინფორმაცია ობიექტურად უნდა მიეწოდებოდეთ, ანუ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, ის რომ ასე ვთქვათ გარკვეულწილად გაჯერებული იყო თუნდაც ის რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ სულ ახლახანს ასე ვთქვათ, რომელიც მიიღო ევროსაბჭომ, ასე ვთქვათ გარკვეული ასე ვთქვათ იმ ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს
სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ მიწოდებულ ასე ვთქვათ ტექსტებს ასევე პარლამენტის წევრები იყვნენ დელეგაცია პარლამენტის წევრებისგან შედგებოდა არა გასაგებია მე ამ რა თქმა უნდა აქ უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობა საგარეო კომიტეტი დელეგაცია ყველა ერთად უნდა მუშაობდეს და რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოებს ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ელჩებს ძალიან დიდი როლი აქვს იმაში, რომ ეს ინფორმაციები ეტაპობრივად, ობიექტურად მიეწოდებოდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს პარტნიორებს იმის საიმისოთ, რომ ეს ასეთი რეზოლუციები არ მომზადდეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის, ასე ვთქვათ, მიერ მიწოდებული ინფორმაციით. მხოლოდ პარლამენტი, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაწვდება. ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა მთელი საგარეო უწყების და მე ვსაუბრობ ხაზს უსვამ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. არა ის, რომ რაღაც პოლიტიკურად გაჯერებული ინფორმაციები მიდიოდეს, არამედ ასე ვთქვათ, კოალიციის ასე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე. არა, მე ვგულისხმობ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ის რაც დიპლომატმა უნდა გააკეთოს, პირველმა დიპლომატმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის საკითხებში პეტრიაშვილმა, რომ ყველა ინფორმაცია, რაც სახელმწიფოსთან მიმართებაში შეიძლება მიაწოდო, ობიექტური, მიუკერძოებელი, მიდიოდეს დროულად. და ეს არ იყოს მხოლოდ რაღაც რაღაც ჯგუფზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, პარლამენტს თავის როლი აქვს და თავის პასუხისმგებლობა აქვს, რომელსაც არავინ არ გაუგებს. გასაგებია. ქალბატონო მანანა, რომ დაუბრუნდეთ ალასანიას საქმეს, მის ყოფილ უწყებაში კიდევ რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს, გამორიცხავთ, რომ ის შეიძლება დააპატიმრონ. ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გამორიცხო, ბუნებრივია, მე არ ვიცი, ნამდვილად არ შეიძლება ვიცოდე, იმიტომ რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ და სასამართლომ, რა თქმა უნდა, ადამიანს დააპატიმრებენ თუ მიუსჯიან თუ გაასამართლებენ, რაღაც ვთქვათ, სანქციას დაადებენ, ეს არის მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტი, სწორედ ის არის შეცდომა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მოხდა და ყველაფერი გააკეთა სამწუხაროდ თავდაცვის მინისტრმა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადატანილიყო და ლამის პოლიტიკური დევნის ჭრილში გადაიტანა ეს ყველაფერი, ეს იყო სწორედ არასწორი, ამიტომ რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიტიკოსები იქნება ბევრად უფრო უკეთესი, ვაცადოთ პროკურატურას და რა თქმა უნდა დავაცადოთ სასამართლოს, იმიტომ რომ პროკურატურა საბოლოო ვერდიქტს ვერ გამოიტანს, ვაცადოთ სასამართლოს და მე მინდა უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ყველა ის უფლება, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში. ქალბატონო მანანა, თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმეებზე რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის აღარ არის პოლიტიკოსი, აღარ არის ნამდვილად პოლიტიკოსი და არც პოლიტიკაში აღარ არის. პოლიტიკურ პროცესებში კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, რომ ის ესწრებოდა თუნდაც პოლიტსაბჭოს შეხვედრას, რომელსაც შემდეგ არ დაესწრნენ თავისუფალი დემოკრატები ამ მიზეზით და რამდენიმე დღის წინ ჩვენ ინტერვიუ ვიხილეთ, სადაც მან სწორედ ამ საქმის დეტალები, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, ან ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რომლის შესახებაც ადვოკატებმაც კი არ იციან. მან ისაუბრა საქმის იმ დეტალებზე, რომელიც იმ საჯარო განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მე რამდენადაც ვიცი, არის ეს ინფორმაცია გაჟღერებული, ანუ რაც საჯაროდ პროკურატურამ გაავრცელა, ამ ინფორმაციაზე საუბარი და ეხლა რაც მას როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქონდა ინფორმაცია მაშინ, როდესაც ის იყო მთავრობის მეთაური და პრემიერი და ქონდა შეხება თავდაცვის უწყებასთანაც და სხვა სამინისტროებთან და ბევრი დეტალი იცის, რომელიც რა თქმა უნდა მე არ ვიცი და არ იცის შეიძლება საზოგადოება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის დაეყრდნო იმ ინფორმაციასაც, რომელიც მას როგორც პრემიერ-მინისტრს ქონდა თავის დროზე. თუმცა კაბელების როგორც ასეთი კაბელების საქმესთან დაკავშირებით ის რაც საჯაროდ გაცხადდა პროკურატურის მხრიდან, სწორედ მასზე დაყრდნობით საუბრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა მას საქმის მასალები ვერ ექნებოდა, ეს საქმის მასალები გრიფით საიდუმლოს ასე ვთქვათ ატარებს ამ შინაარსს და ამიტომ ეს არის ასე ვთქვათ ხელმიუწვდომელი როგორც დეპუტატებისთვის ასევე სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ყველა ის უფლება, რაც გააჩნია დაცვის მხარეს და რა თქმა უნდა, აი თქვენი ეთერით მე მინდა მივმართო სასამართლო ხელისუფლებას, მივმართო პროკურატურას, რომ ყველა უფლება ამ ადამიანების უნდა იყოს დაცული და არამც არ უნდა დაისვას კითხვის ნიშნები რაიმე ასე ვთქვათ მიკერძოებასთან დაკავშირებით და არ უნდა მოხდეს ამ საქმის პოლიტიზირება. და დღეს სხვა რეალობაა, გიორგი, დღეს არ არის სააკაშვილის სასამართლო, ქვეყანაში სადაც ხდა ბაჩანა ახალაიას გამართლება არაერთ ბრალდებაში,
და მე არ ვიცი რა იყო ამის მიზეზები, მაგრამ ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, დღეს სრულიად შესაძლებელია, რომ დაცვის მხარემ სათანადოდ შეძლოს ინტერესების წარმოჩენა ბრალდებულების და რა თქმა უნდა, მათ სულაც არ აქვს ვალდებულება, რომ თავის უდანაშაულობა ამტკიცონ. პროკურატურას აქვს სწორედ ის ტვირთი, რომ პროკურატურამ ამტკიცოს ამ ხალხის ბრალეულობა, მაგრამ სასამართლოში გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი ზეწოლის, ყოველგვარი ჩარევის გარეშე და ამის ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, ასე რომ დაველოდოთ სასამართლოს და თუ სადმე დაირღვევა ამ ადამიანების უფლებები, დამერწმუნეთ ეს არც დაიმალება, არც დაიფარება და შესაბამისი შეფასება მიეცა. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა, აი თქვენს თითქმის 40 წუთი იყავით ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა, პირობა შეასრულეთ. ქალბატონი მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო ჩვენი სტუმარი.